კარგ რაღაცაზე უნდა მელაპარაკა, მაგრამ ამასობაში მიშა გადაიყვანეს ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოულოდნელი რაღაცა არ იყო, ან პირველივე დღიდან, როდესაც გახარიას დააწყებინეს ამ საკითხზე ბღავილი და ყეფა, მაშინ უკვე გასაგები იყო, რომ ამას გააკეთებდნენ და იმიტომ დაუკვეთეს ამის ტირაჟირება და ამაზე ხშირად საუბარი გახარიას პარტიას და კერძოდ, გახარია თვითონ ამბობდა თავიდან, მერე გადაავალა ვინმე ვიკა ფილფანს. ბოროტი, ცოფიანი, ძაღლიო რო ვთქვა, ძაღლები უკეთესები არიან, მაგრამ ბოროტი, ცოფიანი, დაგეშილი რაღაცა ორფეხა არსება. ვიკა ფილფანი ადამიანი არ არის. ვიკა ფილფანი არის მონის მონა. სამჯერ გადაკუზული. თუ სამად გადაკუზული. ეს არის ვიკა ფილფანი. ვინმეს რამენაირად მაინც თუ მიგიწუდებათ მასთან და ინფორმაციის გადაცემა შეგიძლიათ, ეს ვიდეო ჩაუგდეთ სადმე და ჩემი სახე დაიმახსოვროს. სამად გადაკეცილ, გადაკუზულ მონის მონამ. მიშა იქნება თავისუფალი და გადავიდეთ იმაზე, რაზეც უნდა მელაპარაკა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამის მოლოდინში ყოველთვის ვიყავი, მაინც ძალიან რთულია და უსამართლობის და ბრაზის შეგრძნება მახრჩობს ფიზიკურად. ყველას მოეკითხება და ყველამ გაიხსენოს ცოტა ხნის წინ რო ბღაოდნენ და გლოვობდნენ ბასლანზე როგორ ჩაძაღლდა. ერთი დღის წინ ნაცები სამუდამოდ დავა სამარეთო დაწერა პოსტი და დღე არ გასულა საკუთარ განავალში დაიხრჩო. ის საკუთარ განავალში დახრჩობა ელის ყველა მონის მონას და მონის მონას. ასე დაიხრჩობა პუტინი, თქვენი დიდება და თქვენი ყველაზე დიდი ბელადი. ასევე დაიხრჩობა მეორე ბელადუკა ივანიშვილი, მერე თქვენი გახარია და მერე კიდე ყველა დანარჩენები. რაზე უნდა მელაპარაკა და რა იყო კარგი თემა და დასაცინი კოცებზე დასაცინი თემა. აი ის რაც შინაგანი არა. ბოჭორიშვილს რათან საგარეო საქმეთა მინისტრია ბოჭორიშვილი. დღეს რომ დაადო სიბრძნეთა სიბრძნე ციტატას წავიკითხავ ახლა და მერე დავშალოთ სიტყვებად ეს ციტატა და დავტყობეთ იმით თუ როგორ უკვე აღიარებენ კოცები რომ დედა აქვთ ნატირები. უკვე აქვთ დედა ნატირები და ეს უკვე არა უბრალოდ ესმით, არამედ აღიარებენ. გეოპოლიტიკამ დიპლომატიას არც თუ ისე დიდი სივრცე და გასაქანი მისცა, მაგრამ ბევრი რამ გვასწავლა. დღესაც გეოპოლიტიკას სწორედ დიპლომატიის დაკნინებას, დიალოგის შეზღუდვას და ძალის ენით
საუბარს ლამობს. კი ბატონო, რო იძახდით, რომ ტრამპი ჩვენიანია, ტრამპი თავიდანვე ამბობდა, რომ ამერიკას დიდება უნდა დაუბრუნოს ძალით, რომ შვიდობა უნდა დავამყაროს ძალით. და ძალით რო აჯობებს ყველას, ამით დაამყარებს შვიდობას და თქვენ მაინც თავს იდებილებდით და იშტერებდით და ცდილობდით თქვენი მომხრეები მოგეტყუებინათ, რომ თითქოს ტრამპი თქვენიანია. არა და ზუსტად თქვენიანებზე ძალის დემონსტრირებით ამყარებს ტრამპი. ახალი არ არის ეს გეოპოლიტიკა, უბრალოდ აბრუნებს გეოპოლიტიკას თავის ადგილას. გეოპოლიტიკა ყოველთვის, რაც კი დედამიწა არსებობს, რაც კი ვაჭრობა არსებობს, რაც კი ადამიანი ზღვაში გავიდა და ნავებით ცურვა დაიწყო, იმ დღიდან გეოპოლიტიკა საქართველოს იგრუგლივ ტრიალებს. და გეოპოლიტიკა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის, აზიასა და ევროპას შორის და ევროპის იქით კიდე ამერიკის შორის, რომელიც დაემატა არც თუ ისე დიდი ხანია ასე ვთქვათ ცივილიზებული ქვეყნების რიგებს. აი ეს გეოპოლიტიკა ყოველთვის ტრიალებდა საქართველოს ირგვლივ, იმიტომ რომ ამ ორ რაღაცას აღმოსავლეთი, დასავლეთი, აზია, ევროპა ყოველთვის კორიდორი არის საქართველო. ყოველთვის იყო, არის, იქნება. და ამის გამო არის მუდმივად საქართველოში ომები, იმიტომ რომ ამ კორიდორს ყოველთვის ვიღაცას უნდა რომ დაეუფლოს. მაგრამ არასდროს არ ყოლია ისეთი ბოროტი, სასტიკი, ამაზრზენი, დამპალი, ჩამპალი, აყროლებული დამყრობელი, როგორც არის რუსეთი და მობეზრდა მსოფლიოს ამ რუსეთის ყურება. და გეოპოლიტიკას უბრუნებს თავის სახეს. საქართველო უნდა გათავისუფლდეს იმ ბოროტებისგან, რომელიც ამ გეოპოლიტიკის სწორ მუშაობას და სწორ მიმდინარეობას, გადინებას, გამოდინებას აფერხებს. საქართველო რომ გეოპოლიტიკურად სუპერ მნიშვნელოვანია, ივანიშვილმა ყოველთვის იცოდა. ამიტომ ლაპარაკობდა, როცა მოდიოდა 2012-ში, რომ რა უნდა ამერიკას შავ ზღვაშიო. ანუ იცოდა ივანიშვილმა, რომ ამერიკას უნდა ამერიკა მუშაობს ყოველთვის იმაზე, რომ ამ რეგიონში ყოველთვის რა წინა საუკუნის დასაწყისიდან იქიდან, როდესაც პირველად გვაღიარა მე-20 საუკუნის დასაწყისში. იმიტომ გვაღიარა, რომ ამ რეგიონში სტაბილურობა ჭირდებოდა. იმიტომ გვაღიარა ევროპამ, რომ ამ რეგიონში სტაბილურობა ჭირდებოდათ. იმიტომ გვაღიარა 91-ში. იმიტომ დაარქვეს 2008-ში ომს ოკუპაცია და იმიტომ არ დაუმტკიცეს რუსეთს დროებით წართმეული ტერიტორიები, არ დაუმტკიცეს სამუდამოდ. დაარქვეს მას ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. იმიტომ რომ მსოფლიოს აქაურობა ჭირდება იმისთვის, რომ სწორად იფუნქციონიროს. აქაურობის სტაბილურობის გარეშე მსოფლიო სწორად ვერ ფუნქციონირებს. ივანიშვილმა ეს იცოდა და ივანიშვილმა იცოდა, რომ ის ერთი ქვეყანა ვერ იქნება ეს ვერასდროს, რომელიც მაგალითად მოინდომებს საქართველოს დაპყრობას და რომ გამოუვიდეს. რუსეთიც ვერ დაიპყრობდა საქართველოს, რომ არა ისევ ქართველი, ჭყალებში ქართველი სტალინი.
მაგრამ აი ის რაღაცა ქვეყნების გაერთიანება რომელთანაც საქართველო იქნება, რომლის შემადგენლობაშიც საქართველო იქნება, ის მიაღწევს დომინირებას. და ამ რეგიონში და ამ კონტინენტზე ზუსტად რომ რუსეთი დომინირებდა ბოლოს 300 წელი. იმიტომ რომ აქაურობა ეჭირა ხელში. ხო და ამ რუსეთის დომინაციამ ყველაფერი დაშალა, ყველაფერი მოშალა და მოკლედ საშველი არ დააყენა რომ კაცობრიობას და დედამიწას ნორმალურად ეცხოვრა. და ივანიშვილი მოდიოდა საქართველოში იმისთვის რომ ეს რუსეთისთვის გაეგრძელებინა, რუსეთისთვის კიდევ ერთხელ მიეცა საქართველო. და კიდე ერთი სტალინისნაირი ვითომ ქართველი, რომელმაც საქართველო თეფშზე მიუტანა რუსეთს. ამერიკას აქ რა უნდაო? და 13 წელი იმაზე მუშაობს, რომ ამერიკა აქიდან გააგდოს. ძალიან დიდი სიამოვნებით იზამდა იმას, რომ ამერიკის საელჩო აღგავოს თბილისიდან, მაგრამ ვერ ბედავს ამას. თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით იზამდა. და როდესაც უკვე ამჯერად გაიმარჯვა კიდე მეორედ ტრამპმა, აი მაშინ პირველად 2020-ში, როდესაც ტრამპი იმ კანონს აწერდა ხელს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ვინმე თუ აღიარებდა აფხაზეთს დამოუკიდებლად და ცხინვალს, რომ სამუდამოდ ამერიკულ სანქციებში ჩაიხშობოდა, აი მაშინ ესმოდა თუ არა ივანიშვილს, რომ უკვე დარხეული აქვს. ეს არ ვიცი, არის თუ არა იმდენად ჭკვიანი, რომ ეს ჯერ კიდევ მაშინ მოეტვინა. მაგრამ იმედია იმდენად ჭკვიანი მაინც არის, რომ 22-ში პუტინმა უკრაინაში რო ფართომასშტაბიანი დაიწყო, მაშინ მაინც მიხვდა, რომ დარხეული აქვს, იმიტომ რომ ამას სოფლიო რუსეთს არ გაუტარებს. და მთლიანად გახვეტავს აქიდან. იმედია იმდენი ჭკვა მაინც აქვს, რომ იმ მომენტში მაინც მიხვდა. მაგრამ უკვე აი ახლა როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა უეჭველი უკაცრავად უეჭველი უკვე მისთვის ყველაფერი ნათელი იყო. ამიტომ გამოვიდა ნოემბრის ბოლოს და თქვა რომ მე ოფშო იქითკენ აღარ მივდივარო. და იმის მერე უფრო მეტ და მეტ საზიზღრობებს აკეთებს, რომ მე ამ საზიზღრობებით იმედი ქონდა და ეგონა რომ ტრამპთან დაიწყებდა ვაჭრობას, აი ესეთ ვაჭრობას. მოდი ვილაპარაკოთ და თუ გინდა რომ ვილაპარაკოთ, კაი, აი მე რუსულ კანონს გავწევ და დამელაპარაკე. აი მე იქ რო რაღაცა 200 პოლიტპატიმარი მყავს, აი თუ გინდა 10-ს გამოვუშვებ და დამელაპარაკე. ანუ მე ის კიდე რაღაცა კანონი ის რო გავფუჭე ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესი რო შევწყვეტე, აი თუ დამელაპარაკები, ამას აღვადგენ. აი ამისთვის გააკეთა ამდენი საზიზღრობა. დრო ეს ტრამპმა ზელენსკის რო უთხრა, რომ კარტები არ გაქვსო, ნუ მეჭიმებიო, კარტები არ გაქვსო. და აი ამას მეტრანახევრიანს უკვე ისეთი ფერი რო ადევს სახეზე, რომ ხალხს კუბოში არ აქვს ესეთი ცუდი ფერი სახეზე, როგორც ამას აქვს უკვე. აი ამას ეგონა რომ აი ამ კარტებს აგროვებდა, რომ მე ტრამპის მაგიდასთან მისულიყო და ეს კარტები თითო და ასე ნელ-ნელა ამოეღო და დაელაგებინა. და რო არ დადგა ეს მომენტი, არასდროს არ დადგა ტრამპი, არ ელაპარაკება, უკვე მთელი მსოფლიო მოიარა ამ ტრამპმა, ყაზახებს და ყირგიზებს ელაპარაკა და აი ყირგიზების მერეც რო არ დაგელაპარაკებიან, ესე იგი ჩამოწერილი ხარ უბრალოდ.
და რომ უკვე რომ დარწმუნებულია რომ არ გამოუვა რომ არავინ მას სავაჭრო მაგიდასთან არ პატიჟებს. ეხლა უკვე ნელ-ნელა იწყებს აღიარებას რომ გეოპოლიტიკა მომაჯობაო. აქამდე ხო იძახდა რომ deep state-ია მისი მტერი და საერთოდ საქართველოს მტერი, რომ ომის პარტიაა საქართველოს მტერი. გახუნდა ეს ყველაფერი. ომის პარტია თვითონ არის, იმიტომ რომ ყულები და კიდე 1000 ჯანდაბა აგვიშენა რის გამოც დავიბომბებით. Deep State-იც არ მუშაობს, იმიტომ რომ მაშინ ტრამპს უკვე იკადრეს კიდევაც რომ რამოდენიმეჯერ თვითონ ტრამპს დაუძახეს Deep State-ი, მაგრამ აი რამდენჯერ უნდა თქვას ახლა ესეც სისულელე უკვე აღარ შეუძლია. და ნელ-ნელა მიდის იქითკენ რომ გეოპოლიტიკამო დიპლომატიას არ დაუტოვაო სივრცე. დიპლომატიას რას ეძახის ეს? აი იმას რუსული გამოთქმა როა ვიეშეთ ლაფშუ ნაუში. იმედი ქონდა რომ სადმე რამენაირად მაინც ტრამპთან მისასვლელ გზას და თქვა იმან ხალხის ძალის დეპუტატმა რა ვარო ყინულმჭრელიო რომ აი რაღაცა ყინულმჭრელებით რაღაცა გზას მაინც გაიკაფავდა, მაგრამ დარწმუნდა რომ შანსი არ აქვს. და აიო გეოპოლიტიკა მომაჯობაო და რა გეგონა შესაწყალო ვირთხა. ეს გეოპოლიტიკა გუშინ კი არ გაჩენილა. რაც კი დედამიწა არსებობს და რაც კი ამ დედამიწაზე ადამიანებმა წინ და უკან სიარული დაიწყეს, იმ დღიდან არსებობს გეოპოლიტიკა. და იმ დღიდან გეოპოლიტიკის ცენტრი არის ის ტერიტორია, რომელზედაც საქართველო. და რომ მოდიოდი და ამერიკაში აქ ლაუნდაო და შავი ზღვაში ლაუნდაო, თავში ავარდნილი მდაბიო რო ხარ ახლა ხო გესმის? თავში ავარდნილი მდაბიო რომელმაც მოინდომა დედამიწის გეოგრაფიის ბუნებრიობის შეცვლა და პუტინისგან მიიღო დავალება რომ შენო ისე უნდა იმოქმედო იქო რომ გეოპოლიტიკას აჯობო და ამანაც უთხრა კიო მეო მაგას შეგისრულება. რამდენი ადამიანიც არ უნდა მოხვდეს ციხეში? ეს მოცემულობა იმდენად მოცემულობაა და ამ მოცემულობას იმდენად ვერაფერს ვერ უზამს ივანიშვილი. უბრალოდ გასაგებია რომ ჩვენ ვწვალობთ აუტანელია ასეთ ზიზღში ცხოვრება. ეს ადამიანები ვინც კოცები არიან, ანუ ნათესავები ხო დავკარგე. ნათესავების უმეტესობა დასაკარგი შემექმნა. არა და ეს ხალხი ადრე ძალიან მიყვარდა. მაშინაც ეს ნიშნები ქონდათ ახლა რასაც დღეს უკვე კოცობას ვეძახით, მაგრამ ის ნიშნები არ იყო მნიშვნელოვანი, არ ვაქცევდით ყურადღებას. მაინც მარტო იმაზე ვიყავით ორიენტირებული, რაც გვაქვს კარგი და საუკეთესო, მაგრამ როდესაც მოინდომეს აი ეს რაც მოინდომეს მოკლედ რა 51-ის ხაზვები რო დაიწყეს და მე ამ ხაზვებს კიდე რო იმ ამართლებდნენ ერთი ორი ნათესავი ისეთი მყავს რო კოცების კოორდინატორებიც კი იყვნენ. ეს ხალხი ხო დავკარგე, სამუდამოდ დავკარგე. ანუ ამ 13 წელმა მარტო ის კი არ შეცვალა რომ
ბევრი რაღაცა შეცვალა, საერთოდ ცხოვრება შეგვიცვალა. ხალხს ერთმანეთი დაგვაკარგინა. და ყველაფერი ეს გააკეთა მეტრანახევრიანმა ვირთხისფერ შპინგალეტმა, რომელსაც სულელების, ბოროტის სულელების ხროვამ მისცა ხმა და დაუკრეტაში. მაგრამ ეს ყველაფერი გადალახვადია და ჩვენ ამას გადავლახავთ. რამდენიც არ უნდა გვაწვალოს, ბოლოს თვითონ ამოწყდება და იმისთვის არ უარსებია საქართველოს ამდენი საუკუნე, რომ ვიღაც ვირთხამ შეჭამოს. გაიგევი ხო? კარგია, რომ იწყები მის აღიარებას, რომ გეოპოლიტიკას შენ ვერაფერს ვერ უზამ. და მაგ გეოპოლიტიკის, სწორი გეოპოლიტიკის და მაგის გამო, რომ გეოპოლიტიკას საკუთარი სახე უნდა დაუბრუნდეს, რომელსაც რუსეთი ცვლიდა მთელი ეს ბოლო 3 საუკუნე. მაგას შენ შეეწირე. ამოწყდი ოჯახიანად. მომავალ შეხვედრამდე.